მოგესალმებით, ვაგრძელებთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს. ნუცა კობაიძე და თამთაქაჯაი არიან ჩვენი სტუმრები და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლზე ფაბრიკის გოგონები, რომელიც სოსო ნემსაძემ დადგა და ზოგადად სოსო ნემსაძე ქართულ თეატრში სრულად გამორჩეული სახელი და გვარია, რადგან სოსო არის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც არ მოგზაურობს სხვა თეატრებში, პარალელურად სხვა ბევრ საქმეს არ აკეთებს. ის არის სულ ამ თეატრში. და ცდილობს თეატრის რეპერტუარის რაღაც გაუმჯობესებას, ერთ-ერთ ყველაზე უხვდადგმიანი თეატრია დღეს ქართულ სათეატრო რუკაზე და სამი პრემიერა შემოხთავაზე ზედის. ბოლო რამდენიმე დღეში სამი პრემიერა ქონდა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სოსოს არ ეშინია არც ახალგაზრდა და არც ველგაზრდა რეჟისორების შეშვების თეატრში და ამიტაც არის გამორჩეული და განსაკუთრებული. ნუცა, მოდი დავიწყოთ ფაბრიკის გოგონებზე საუბარი, რითი იყო გამორჩეული? სპექტაკლი ფაბრიკის გოგოები არის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემაზე. მოქმედება ხდება პერანგის სამკერვალო ქარხანაში, სადაც 5 მუშაკ ქალბატონს გამოუცხადებენ, რომ იწყება შემცირება და სწორედ აი აქედან იწყება კვანძის შეკვრა. სოსო ნემსაძემ გადაწყვიტა, რომ პიესაში თქვას ის ძირითადი სათქმელი, რაც არის, თქვათ, რა შეუძლია კოლექტიურ ძალას, რა შეუძლია ქალების გვერდში დგომას, რა არის გენდერული დისბალანსი, როცა 5 ქალი მუშაობს, ზემდგომი არის 2 მამაკაცი და მათ არ ისმით მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს რა ჯაფა ადგათ და რა პრობლემა არის, ხო? ახლა რო ვთქვა, რომ თვითონ პიესა საინტერესო არის დიალოგების ნაწილში და ტექსტურ ნაწილში მოგატყუებთ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სანამ კულმინაციამდე მიდის ამბავი, აი რაღაცა არ მიდის ის საინტერესო საუბრები, რითიც შეიძლება რომ მკითხველი ჩაებას ამბავში. და სპექტაკლიც თითქოს მიყვება ზუსტად ამ პიესას. და რო ვთქვა, რომ ეხა რამე ესეთი განსაკუთრებული და უფრო საინტერესო მომენტები მე იქ ვნახე, რაც წავიკითხე, მოგატყუებთ. მაგრამ არ შეიძლება რომ არ ვთქვა თვითონ სცენოგრაფიაზე, რომელიც ბატონ ლომგულმა გააკეთა, ხო? და კოსტიუმები ბარბარე ასლამაზმა. ეს წრიული მოძრაობა და განათება ქმნის ესეთ ძალიან ატმოსფერულ გარემოს, სადაც ეს ამ მუშაკების ყოფას თითქოს ასახავს. ეს ამათ მექანიკურ სამუშაოს და აი ამ დეჰუმანურ მდგომარეობაზე თითქოს ხაზგასმა არის აი ეს ცივი წრიული ნეონური განათება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ფაქტობრივად ჩემი აზრით არავითარებენ სპექტაკლის დაწყებიდან ფინალამდე მათ პერსონაჟების ხასიათებს, ხო მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი გუნდური კოლექტიური მუშაობით მოახერხეს ის, რომ მაყურებელი ყოფილიყო ჩაბმული სპექტაკლში და შეექმნათ ისეთი დაძაბული გარემო, რამაც გამოიწვია მერე ეს კონფლიქტი თვითონ სპექტაკლში. თვითონ თემის აქტუალურობაზეც რო ვისაუბროთ. კი ბატონო, აბსოლუტურად ვეთანხმები ნუცას ტექსტის ნაწილში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სოსო ნემსაძემ თვითონ პიესა, რაზეც არის თვითონ ეს ერთ-ერთი პირველი პიესა იყო ირლანდიაში, რომელიც ფემინისტურსაც კი მიაწერენ, რადგან ქანების ჩაქვრაზეა, როგორც ნუცამ აღნიშნა, ასევე თანასწორობაზეა. აი ეს პიესას თითქოს მაინც სახე უცვალა სოსო ნემსაძემ და ვგულისხმობ რას. ამოაკლო დიალოგები, რომელიც ნამდვილად მეც ვთვლი, რომ თითქოს ეს არაფრის მომცემია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ რაღაცა თითქოს პერსონაჟების ხასიათს აყალიბებს და აი ზუსტად ეს დამაკლდა სცენაზე მსახიობებისგან, რასაც თქვენ ამბობთ ნუცა, იმიტომ რომ ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ სპექტაკლის დასაწყისიდან ბოლომდე თითქოს ცალსახად ერთნაირები არიან. სოსო ნემსაძემ ეს სპექტაკლი ამ სპექტაკლს უფრო ძირითადი ფოკუსი და მნიშვნელობა მიანიჭა გაფიცვის საკითხს, რომელიც ვფიქრობ, რომ აი ამ ბოლოდროინდელ ვითარებასთან ეს ძალიან აქტუალურია. ასევე ფრაზები, რომელიც ისმის სპექტაკლში, ვინ ვის მხარეს არის, ვეღარ გავიგე.
წინა ბუჩინინები, რომლებიც მათი ხელმძღვანელები იყვნენ, ისინიც არ მოსწონდათ, თუმცა ახლა აღმოჩნდება, რომ ახალი მმართველობის ქვეშ ისევ ესენიც ის ძველი ენატრებათ. ასევე მნიშვნელოვანია იქ ისმის ერთ-ერთი ფრაზა, რომ დღეს ისეთი ახალგაზრდები არიან შეგჭამენ. რას გულისხმობ? ის რა პრობლემებიც არის დღეს თანამედროვეობაში და ეს ბოლო მოვლენებში, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით წაიყვანა და არა იმაზე, რაც ეს არის თვითონ ესე სოციალისტური და ქალთა მუშათა კლასის, რომელიც დაჩაგრულია. ესეც თუმცა თემა არის, რასაც რა თქმა უნდა არ დება, ზუსტად მაგიტო არის აქტუალური. შეეხება დამაკლდა თამაში, როგორც ესეთი, იმიტომ რომ რაღაცა ვფიქრობ, რომ მაგალითად ასეთ რომ შეხედოთ სპექტაკლის დასაწყისიდან ბოლომდე არ ვითარდება როლები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მსახიობები თუ არ ვცდები, ოღონდ ეს მეტნაკლებად არიან მაინც დაკავებულები სპექტაკლებში და მუშაობასთან და დროსთან ერთად უფრო მეც შემოგთავაზებენ. და ასევე მინდა აღნიშნო დეკორაცია, რომელიც როგორც ნუცამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვან როლს და ვფიქრობ ერთ-ერთი პერსონაჟადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ბატონი ლომგულმურუსიძის დეკორაცია, რომელიც ზედაც წრე არის შემოხაზული განათებით, ნეონის განათებით ქვემითაც. მარცხენა მარჯვენა კუთხეში ეს ოთხკუთხედი მართკუთხედად არის შემოვლებული ეს განათება, კარის გასასვლელი და ვფიქრობ, რომ ამ განათებას ზუსტად ეს ჩაკეტილი წრე, რომელსაც ვიცით ხომ, რომ წრეს არ აქვს დასაწყისი და დასასრული, რომ ეს მათი სიარული მუდმივი პრობლემა, ქალთა უფლებები მუდმივი პრობლემა, ჩაგროვება მუდმივი პრობლემა, გენდერული. და ეს კარები მგონია, რომ რაღაცა მხატვარმა არჩევანის საშუალებად შემოგთავაზა, რომ ყოველთვის არსებობს გასასვლელი და მნიშვნელოვანია სპექტაკლში, რომ პერსონაჟები შემოდიან, მაშინ ინთება ეს კარები და შემდგომ ქრება. რომ ამით თითქოს მიგვანიშნებს მხატვარი, რომ ყოველთვის არსებობს იმ ჩაკეტილი წრიდანაც და სისტემიდანაც გასვლის შესაძლებლობა, მთავარია მონდომება. და ამ დროს რა ხდება? მაშინ, როდესაც ხუთი ქალი ერთად გადაწყვეტს ემსახურება საერთო მიზანს, ცოტა ხანში ვხედავთ, რომ იქაც განხეთქილება იწყება და ძალიან დიდი კონფლიქტები აქვს. ის, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ყოველთვის გარედან რაც ჩანს და გუგონია, რომ ერთიანობა შეიძლება შიგნით, გუნდურობაშიც კი იყოს დაპირისპირება. თუმცა აქ არის კიდე ის მომენტი, ბოდიში რომ ჩავეჭერი, ეს უფრო ჩაკეტილი სივრცეში ყოფნის კომპლექსური ამბავი არის, რატომ იწყება განხეთქილება და ამაზე არაერთი პიესა გვაქვს წაკითხული და ვიცით, რომ ეს არ არის მარტო ის, რომ შეიძლება ამ წრეში ამბავთან შეუთანხმებლობის გამო მომხდარიყო კონფლიქტი, ეს არის სივრცე, საიდანაც ადამიანები არ გადიან და რა ხდება ამ დროს, რომ ჩვენ პირისპირ ვუდგებით ერთმანეთს და სადამდე მიდის მერე რამდენად ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს, ხო? ზუსტად ეს ჩაკეტილი წრეც ამას განაპირობებს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ეს ჩაკეტილი წრე უფრო ამძაფრებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს რომ გარეთ ყოფილიყო, იქნებოდა ისე მძაფრად არა. მაგრამ აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ რომ იქ ჩერდებიან ინდივიდები, ყველას თავის მოსაზრება აქვს. ერთი პრობლემა აქვს რაღაც შვილების ოჯახის, მეორეს დასაკარგი არაფერი აქვს, ის ალბათ რატომ უნდა დავიხიოთ ახლა უკან, როდესაც აქამდე დავიწყეთ და ეს აზრთა სხვადასხვაობები. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში სპექტაკლმა თავის სათქმელი თქვა, თავის ამ რაღაცა პლუს მინუსობით და ვფიქრობ, რომ მეტი მუშაობით და მეტი ამ ვფიქრობ, რომ ხანდახან ეს როგორი განცდამჭდება, რომ ყოველთვის ჩანს მსახიობს რამდენად აქვს გარდა იმისა, რომ რეჟისორი მითითებებს აწოდებს როლზე ნამუშევარი და რამდენად არის მისით მოცული და რამდენად არის იმ პერსონაჟის ემოციებსა და განცდებში შესული და ეს ვლინდება აუცილებლად სცენაზე ემოციური კავშირით თუნდაც და თვალთახედვის არიდანაც. ერთხელ ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილის ინტერვიუ ნახე ჯერალდინა ჩაპლინის, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ მამა ჩემიო და ყველა გენიოსებიო ფილმებს იღებდნენ და წიგნებს წერდნენ, სპექტაკლებს გავდნენ, იმისთვის რომ რამე შეცვლილიყო, მაგრამ მაინც არაფერი არ იცვლებოდა და ცხოვრება გრძელდებოდა. მაგრამ ესეთი სპექტაკლები, რომელიც რაღაცა ესეთ აქცენტებს აკეთებს, მით უფრო ისეთ თეატრში და ისეთ ქალაქში, როგორც რუსთავის თეატრია, მგონია რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსთავის თეატრი არ არის ისეთი რეგიონული თეატრი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვით ცხოვრება ჭირდება, მას ყავს თავისი მაყურებელი, მას აქვს თავისი პოზიცია, თავისი რეპერტუარი და ამ კუთხით მგონია რომ ეს მნიშვნელოვანი სპექტაკლია. წარმატებას უსურვებთ რუსთავის თეატრს, ჩვენ კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით ნახვამდის.